ზარას მფლობელმა ესპანურმა მოდის გიგანტმა Inditex-მა პირველ კვარტალში 1,4 მილიარდი ევროს წმინდა მოგება დააფიქსირა, რაც წინა წელთან შედარებით 5,4%-იანი ზრდაა და ბაზრის მოლოდინებს აღემატება. გაყიდვები 5,8%-ით ან 8,8%-ით მუდმივი გაცვლითი კურსით 8,7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ დაახლოებით 8%-იან ზრდაზე მაღალი მაჩვენებელია. მოგების მარჟის გაუმჯობესების წყალობით მთლიანი მოგება 6,9%-ით 5,4 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ შემოსავლების უფრო დიდი ნაწილი მოგების სახით შეინარჩუნა. Inditex-ის აქციების ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეორე კვარტალის ძლიერი დასაწყისის შესახებ განაცხადა. 1 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში გაყიდვები 11,9%-ით გაიზარდა, რამაც დაამშვიდა ინვესტორები, რომ მომხმარებელთა დანახარჯების შესუსტების ნიშნების მიუხედავად ზარას მფლობელი მდგრადობას ინარჩუნებს. ფარმაცევტული გიგანტი Merck COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტის Molnupiravir-ის ებოლას ვირუსის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ ჯანდაცვის გლობალურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნული ინიციატივა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს. მიზნად ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კომპანიის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მიმდინარე ეპიდაფეთქების შედეგად ამ დროისთვის ინფიცირებაზე ეჭვი 1100 ადამიანზე არსებობს, ხოლო გარდაცვლილია 42 პირი. ინფექცია გამოწვეულია ვირუსის იშვიათი შტამით, სახელწოდებით ბანდიბუგიო, რომლის წინააღმდეგაც ამჟამად ავტორიზებული ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე პომპიდუ მეცის მუზეუმმა მაურიციო კატელანის პროვოკაციული ნამუშევრის სახელწოდებით კომიკოსი მოპარვის შესახებ განაცხადა. ბევრისთვის ეს ნამუშევარი ცნობილია როგორც კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი. 5,8 მილიონ ევროს შეფასებული კონცეპტუალური ნამუშევარი, რომელიც ცნობილ იტალიელ არტისტს ეკუთვნის. ამ შაბათ-კვირას გაქრა ქურდობა დაცვის თანამშრომელმა კვირას შენიშნა. პომპიდუ მეცის მუზეუმმა არამხოლოდ შეცვალა ბანანი, არამედ ქურდობის ფაქტზე უცნობი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარით შეიტანა. მუზეუმმა საჩივრის შეტანა იმიტომ გადაწყვეტა, რომ დამნაშავის ვინაობა უცნობი იყო და შესაბამისად დიალოგის შესაძლებლობა არ არსებობს. მუზეუმმა ასევე აღნიშნა, რომ ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა და მიიჩნია, რომ ეს ნამუშევრის მიმართ პატივისცემის საკითხია. შვედეთი 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს. როგორც ირკვევა, ახალი რეგულაციის ფარგლებში მომხმარებლების ასაკის გადამოწმების ვალდებულება პლატფორმების მფლობელ ტექნოლოგიურ კომპანიებს დაეკისრებათ. ქვეყნის სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის მინისტრმა იაკობ ფორსმედმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ პოპულარულ პლატფორმებს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე უარყოფითი გავლენა აქვს, მისი განცხადებით მუდმივი სქროლვის გამო ქვეყანა მთელ თაობას კარგავს. აღსანიშნავია, რომ შვედეთში სოციალურ ქსელებზე წვდომა მშობლის თანხმობის გარეშე 13 წლამდე ბავშვებისთვის უკვე აკრძალულია, თუმცა მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მკვლევარი ლიზა ენგლუნდ კრაფტი მიიჩნევს, რომ საჭიროა გაცილებით ეფექტური ზომების მიღება, რადგან ეს სარგებელი, რაც რეგულაციას ექნება, გაცილებით გადააჭარბებს პლატფორმებზე თავისუფალი წვდომის უპირატესობებს. ცნობისთვის მსგავსი აკრძალვები უკვე ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში და საბერძნეთში მუშაობს. რიგი ევროპული სახელმწიფოები კი შეზღუდვების დაწესებას აქტიურად განიხილავენ. აქტიურობს ნორვეგიის მთავრობას, რომელიც 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების მოხმარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წლის ბოლომდე წარდგენას გეგმავს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple თავის AI მხარდაჭერის მქონე ჭკვიან სათვალეს ბაზარზე 2027 წლის ბოლომდე არ გამოუშვებს. Bloomberg-ის ანალიტიკოსისა და Apple-ის ინსაიდერის მარკ გარმენის ცნობით, კომპანიამ პროდუქტის 2026 წლისთვის გამოშვებაზე უარი საბოლოოდ თქვა, მიზეზად კი განვითარების პროცესში წარმოქმნილი გარკვეული სირთულეები გახდა. მანამდე ინდუსტრიაში მიიჩნევდნენ, რომ მოწყობილობის ანონსი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგებოდა, ხოლო მიწოდება 2027 წლის დასაწყისში დაიწყებოდა. საგულისხმოა, რომ Apple-ის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. როგორც ირკვევა, ჭკვიანი სათვალის პროექტი კომპანიის ახალი ხელმძღვანელობისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად და სეული შესაბამისად Apple-ს არ სურს ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელიც ტექ გიგანტის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს. ჯონ ტერნუსი, რომელიც კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიკავებს, თავად ხელმძღვანელობს პროდუქტის განვითარების გუნდს. გარმენის განცხადებით, სათვალე კონკურენტებისგან გამორჩეული დიზაინით, მათ შორის ოვალური ფორმის კამერებითა და განსხვავებული ჩარჩოებით გამოჩნდება ბაზარზე. სამომავლოდ კორპორაცია გეგმავს, რომ მოწყობილობას ჯანმრთელობის მონიტორინგისა და გაფართოებული რეალობის ფუნქციებით შემატოს, თუმცა თავდაპირველ ვერსიაში მათ მაღალი ალბათობით ვერ ვიხილავთ.
წამყვანი ამერიკული AI სტარტაპის OpenAI-ის პოპულარული აპლიკაცია ChatGPT-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების გლობალურმა რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა. სენსორ Tower-ის მონაცემებით chatbot-მა ამ ნიშნულს მაისში გაშვებიდან დაახლოებით 3 წელში მიაღწია. ამ შედეგით ტექნოლოგიურმა პროდუქტმა Google Maps-ის, TikTok-ის, Instagram-ისა და YouTube-ის ტემპსაც კი გადაუსწრო. როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში OpenAI-ის ლიდერობას საფრთხე არაერთი წამყვანი კომპანიის AI მოდელმა შეუქმნა, მათ შორისაა კომპანია Anthropic, რომელიც chatbot Cloud-ის მომხმარებლებით ყოველთვიურად იზრდებიან. Sensor Tower-ის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც Cloud-ს აქტიურებენ, ნაკლებად უბრუნდებიან ChatGPT-ს. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მხოლოდ მიმდინარე კვარტალში Cloud-ის გლობალურ მომხმარებელთა რაოდენობამ 56 მილიონს მიაღწია. ამასთან Anthropic-ის პროდუქტის წლიურმა ზრდამ დაახლოებით 640% შეადგინა. ეს მაჩვენებელი ChatGPT-ის 62%-იან ზრდას მნიშვნელოვნად აღემატება.